გავცელეთ 16-17 წლის ბავშვებმა, რომლებიც ხართ თქვენ შვილებს მოკლავენ, თუ არ დაიჭირეს, გავცელეთ, რომ მომიკლეს გიგა, ჯგუფურად მომიკლეს, ერთდენიან რომ მარტივად გამოვიდნენ. ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც თბილისში საკუთარ სახლთან სემეს დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. მას 2 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა 1 ოქტომბერს მოხდა, ავალიანი კომაში იყო, დაკავებულია 1 არასრულწლოვანი. ფორმულას ოპერატორს ნიკა პატარაიას 4 დღიანი პარტია ფედერალისტების წევრს გიორგი სიხარულიძეს კი 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ორივე მათგანი აქციაზე გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. გრიგო ლილუაშვილს და ანდრია ლილუაშვილს ერთმანეთთან ბიზნეს საქმიანობა არ აკავშირებთ, ისინი ბიძაშვილები არიან. აცხადებს სუსის ყოფილი უფროსის დაკავებული ნათესავის ადვოკატი. მისივე თქმით, ანდრია ლილუაშვილის ბრალდების საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, დაკავებული მზადაა გამოძიებას მისი ბიზნეს საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხოს, თუმცა ეს შეკითხვები მისთვის არავის დაუსვამს. დნეპროპეტროვსკის მაღარო რუსებმა დღეს ისევ დაბომბეს. თავდასხმის დროს მიწისქვეშ 496 მაღაროელი იმყოფებოდა, თუმცა ყველა მათგანის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. დაშავებული არავინაა. მაღარო რუსული ძალების სამიზნე 1 კვირის წინაც გახდა.